წინა გადაცემაში თქვენ უკვე გაქვთ ნანახი ჩვენი თევზაობა უგემრიელეს სტავრიდაზე ანაკლიაში. ხოლო დღეს კი გთავაზობთ კულინარიულ ექსპერიმენტს ყველასათვის საყვარელ ქალაქ ბათუმში დაჭერილი სტავრიდით. მეგობრებო, მორჩა ჩვენი თევზაობა, ვიმყოფებით ძალიან საინტერესო ადგილზე, სადაც ხალხი ხმაურობს, ბანაობს, მოკლედ ცხოვრება დუხს. ეს არის ბათუმი, ხალხო. არა, ბათუმში მორჩა თევზაობა და ეხლა ვართ მახინჯაურში ბოტანიკური ბაღის ქვემოთ. ძალიან. მაინც ბათუმი არის. მაინც ბათუმი არის, კი, ნამდვილად მაინც ბათუმი არის და მე და მარლენს ჰქონდა ძალიან სერიოზული მსჯელობა თუ როგორ უნდა მოგვემზადებინა სტავრიდა. თავისთავად სასახად ვაღიარებ, ხელები ამიწევია, რომ მარლენის შემოთავაზებული პოზიცია ბევრად უფრო ლოგიკური იყო, მარტივი და გასაგები, იმიტომ რომ აი ამ თევზს არაფერი არ უნდა შეწვის და მარილის გარდა. მაგრამ ჩვენ ხო მაკვანანცხი ხალხი ვართ. ექსპერიმენტები რაღაცა მინდა რომ გავაკეთო. ანუ როგორ წარმოგიდგენია მაშინ ანოტაცია ჩვენ მაყურებელს რა. მინდა რომ ამოვავლო ჭადის ფქვილში. დიახ. სტანდარტულად. აი იმ ლამას თასში მინდა გავაკეთო соуსი, რომელიც შედგება ფორთოხლისგან, ლიმნისგან, ცოტა სოიუსგან, ცოტა ტერიაკის соуსისგან. რის соуსისგან? ტერიაკი. ტერიაკი? და იქ, ანუ ხიხის ქვევრში, ასე ვთქვათ. აი აქ. მაქვს გაკეთებული, აი ტყვილი რო არ გითხრათ, ალბათ 6-7 სხვადასხვა სუნელი შევაზავე და მე მგონია რომ დააკვდება ზედ. ანუ აი ამისგან მინდა რომ соуსი გავაკეთო და ჩვენი შემწვარი სტავრიდკა ამოვალე. ხო და თუ არ მოგეწონებათ, მიირთვით ისე და ვისაც მოგეწონება, თუ ვინმეს მოგეწონება, მივირთვავთ ასე. დავიწყოთ? დავიწყოთ. დანა რისთვის გინდოდა? დანა მე არა, დანა შენ გინდოდა. მე მინდოდა. ეხლა უნდა გააკეთო. იმხელად რომ გავიდა, რომ მოკლედ დამოვიწყდა. შუაზე გაჭერი ფორთოხალი, შუაზე გაჭერი ლიმონი და მაქსიმალურად ჩააწურე შიგნით. მე ამასობაში დავიწყებ თევზთან მეგობრულ ურთიერთობას. ვანახოთ მაყურებელს. გავშვები ეხლა მე. ეს მშრალი ფორთოხალი სად იყიდებენ? სადღაც მაღაზიაში. მეტი აღარ იყიდო სადღაც მაღაზიაში ფორთოხალი. არა, ხო წვენი. არა აქვს წვენი. ის გასაგებია რომ ტკბილია. ეს მესმის რომ მჟავეა. როგორ წარმოგიდგენია ეს არ ვიცი. ნუ მაბულინგებ. მე თვითონ არ ვიცი რა გამომივა, მე თვითონ ვარ ძალიან შიშების და ეჭვების ქვეშ. მე ხა ვეცდები ეს ჩვენი სტავრიდა დავალაგო რამენაირად ისე რომ არ გავძვრეს და. დიახ. შენ აი ხა თვალით თან უნდა გიყურო რამდენს უზამ სოიოს соуს და რამდენს უზავ ტერიაკს. რო არ გადავაჭარბო, ხო? რო არ გადააჭარბო. ისე როგორ უნდა მიყურო? ცალი თვალით? ცალი თვალით. მე შენ ყოველთვის გაკონტროლებ ხოლმე ცალი თვალით. ყოვლის მხედველი თვალი. იცი რა, მაინც გონია რომ გემრიელი გამოვა და თუ არ გამოვა, შენი თქმის არ იყოს კლასიკური ვარიანტი რაც არის, მივირთმევთ ისე რა. დიახ. ნუ ყოველ შემთხვევაში ექსპერიმენტის სახით ნამდვილად ღირს ჩატარება რა. ეს ესე მოხსნა მთლიანად ალბათ. თუ გინდა მთლიანად მოხსენ, მაგრამ გაგიჭირდება, აჰა. და აი ნახევა. ეს სოიოა? ხო, ეს არის სოიო და უკენი. კიდე, მე მგონი იყოფა. და აი რიაკი ცოტა ბლანტია, კარგად აანჯღრიე, მე გირჩევდი. რას შეიცავს ეს ტერიაკის? აი წაიკითხე, რა ვიცი. ღონზე არა. ჩინჩანჩუ, რაღაცა ძალიან სხვანაირად წერია რა. ზუსტად ეგ არის, მინდა გითხრა. ნახე, შენგან ვისწავლე ეს მზე რო გავაკეთეთ მე და შენ. დიახ. რომ ერთნაირად ესთეტიურად, ლო ესთეტიკ. მეტი რა გემა. ვა! გამარჯობა შენი მარლენი. გაგიმარჯოს. ესეც გავაკეთო? აი ეგ არის მთავარი ინგრედიენტი. მაშინ მთლიანად ჩავყარო? აპა. აბა როგორ? 2 კოვზი. 2 სუფრის კოვზი. 2 სუფრის კოვზი. სუფრის კოვზში იგულისხმება ეს? კი.
და ეს ყველაფერი ახლა კარგად უნდა აიზიდოს. ეს ყველაფერი ხა კარგად უნდა გადაიზიდოს. ნამდვილად კარგად უნდა გადაიზიდოს. ვა, როგორ ლამაზად დააწყო ყოჩა. ბიჭო, ვცდილობ, ანუ მე მომეწონა შენ რო გააკეთე ტაფაზე რა, ის მზის ფორმა რომ მეცი მართლა რაღაცა მომეწონა რა, იმიტომ რომ ჭამად და კვებად და კუჭიკუჭად, მაგრამ თვალი სვავს და თვალი ჭამს. ხო გაგიგია და. გოგა, ეს მზად არის. ეს რომ მზად არის, მინდა გითხრა. ერთი გემოთი უნდა გავსინჯო ეს соуსი ერთი რა არის რა. არ მოგწამლავს როგორც მინიმუმ, წესი საინტერესო გემო უნდა ცუდი არა. ცუდი მართლა არ ყოფილა. ოღონდ მე ამაში თევზს არ ჩავაწო. ხო და ნუ ესე იგი შენ არ მოგეწონა. არა, წვერი მომწონს, მაგრამ მე მინდა რომ თევზი როგორც თევზად ისე თევზი როგორც თევზად 3 დღეა მიირთმევ. სხვა სიტყვა არ ვიხმარებ. ეხა გასინჯე თევზი როგორც არა თევზად. კარგი. უნდა ვცადო ესეც. მე შენ გეტყვი მამის დაალაგებას თითქმის მორჩი, უბრალოდ მინდა რომ ცეცხლის მბრძანებელი გახდე ეხლა შენ და ცეცხლის უბრალოდ ეხლავე მივხედავთ. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. გოგა, ცეცხლი უკვე მზად არის, ასე რომ შეგიძლია მინდა გითხრა რომ ესეც მზად არის, გითმობ ჩემს ნამოღვაწარს. ძალიან ლამაზად. წადით ეხლა და მიხედეთ. სიმხურვარე როგორი აქვს? კარგია. უკეთეს ვისურვებდი, მაგრამ რასიზამ კარგია. ეხლა მე მგონია ასე რა, რომ მაქსიმუმ ალბათ 7-8 წუთი უნდა ერთ მხარეს და 3-4 წუთი მეორე მხარეს. ძალიან კაი, დაველოდოთ მაშინ. ანუ 12 წუთში შევხვდებით მე და შენ ერთმანეთს. ჩვენს მეგობარს მოუვიდა თავში ძალიან კარგი აზრი. ნუ ასე კიდევ ეს соусით რო არ გამოშრესო ძალიან, ნო? გაუკეთეთო და რა ვიცი, დავტესტოთ ერთი ვნახოთ რა გამოვა. ჩვენი თევზი მზად არის. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მართლა კარგი იქნება და მართლა აი მინდა გითხრა რომ მე არ მაქვს ესეთი დიდი იმედი. ხო. იმიტომ რაღაც სკეპტიკურად ვარ ჩემივე რეცეპტის მიმართ განწყობილი. ანუ მე რო თავიდანვე გითხარი რომ რაღაცა არ მომწონს მეთქი, შენს დაგეჯერა, ხო? ანუ ყოველ შემთხვევაში როგორი მომენტი არის, იცი რომ უნდა გადაიღოთ და გავსინჯოთ. უნდა გასინჯოთ რა, მარილი იმ თიხის იმაში არა, ქვია, გადაიღეთ, ამოავლეთ ექსპერიმენტის სახით. აი. და თქვენი კომპეტენტური აზრი მომახსენეთ. ოღონდ ყვილის გარეშე. ყვილის გარეშე, რა. მონტაჟის გარეშე. მონტაჟის გარეშე. ანუ ამას ეხლა ყველა ვარიანტში გასინჯული აქვს და იცის რომ არ მოეწონა. ბიჭო. მოიცადე. შენ რო იცოდი მართლა ცუდი არ არის. მოდი ესე ვთქვათ რა, ცუდი არ არის ნამდვილად და საინტერესო გემოა. არა, ცუდი მართლა არ არის ხახო და მოგეწონა მამი? ბათუმების ურთიერთობა სწავლობასთან არის შეიძლება ვთქვათ საფუში ყოველდღიური, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი გამოჩენა. არა ბიჭო, ნამდვილად არ არის ცუდი რაღა დაგიმალოთ და რა. რეალური წვენი არის და ზაბრავკა. არა, მე მართლა მეგონა რომ აქედან არ მაგარი დამევასაც მაო. მეგობრებო, იცი, მალე შენ უშეჭამ. მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი და რეცეპტი აგერ გვერდზევე იქნება.